მაცხოვარი ამბობს, როდესაც რო გადაგებს. ნუ შეძრწუნდება მცირე სამცხსო. რადგან 2-2-ზე მეტი თუ ქრისტეს სახელით იკრიბება, იქ არის უფალი ჩვენც. განსაცდელები ბევრია, მაგრამ ეს განსაცდელები ხშირად ესე აღიქვამენ ადამიანები, რომ სასჯელად მოგვივნებთ. რა თქმა უნდა, ჩვენთა წოდოთა გამო, მაგრამ ეს განსაცდელები არის ჩვენი სარწმუნოების სიმტკიცისათვის, როგორც ესეთი ღუმელი. ღუმელში მადან სოფროსას რო ნახავენ, შეაგდებენ რომ გადმოს, რომ იქიდან თუ რამ ისეთი ცუდი მინარევი აქვს, ყველაფერი გასილდეს და სულთა აჯაღლო უფრო დარჩეს. ისეა ეს განსაცდელები ჩვენთვის. სალმონში კი ამბობს წინასწარმეტყველი, ჭიმითა და აღვერითა უქცინ ღაწმი მის სხვანაირად ცხენი ვერ დადეს. ისე ადამიანი განსაცდელებით უნდა დაამბლოს უფალმა და სწორი გზით სვლა, სწორი არჩევანის გაკეთება უნდა გვასწავლოს. განსაცდელებისათვის მე უდაბნოე მამები, ეკლესიის მამები ყოველთვის მადლობდნენ ღმერთს. როცა ჰქონდათ განსაცდელი ამბობდნენ რომ ღმერთს უყვარვართ. ასე რომ ჩვენც უყვარავთ ღმერთს. მოხედოთ რამდენი განსაცდელი გვაქვს. აუარება ბევრი. მაგრამ ეს სიმრავლე განსაცდელების ღვთისმსიყვარულის უტყუარი ნიშანი არის. ამ განსაცდელებით ჭირთაცმენას ვსწავლოთ და მოთმინებაში ჩვენი სარწმუნოება გამოიწრთობა, როგორც ფოლადი, რომელსაც რკინის მკვეთრი ხასიათი ექნება. ყველანაირი განსაცდელს მოერევა. ასე რომ განსაცდელებისთვის მადლობთ ღმერთს. ხოლო ასევე მამები ამბობდნენ, თუ კი არ იყო განსაცდელი, დავავიწყდი ღმერთს და ამაზე ტიროდნენ და მოსთქვამდნენ. ეხლა ჩვენ ეს სულიერება შეიძლება არ გვაქვს, შეიძლება კი არა არ გვაქვს. მაგრამ ვმადლობთ ღმერთს ყველაფრისათვის, მოციქულის სიტყვისაებ და უფლის სიტყვისაებ. ყოველთვის ყველაფრისათვის ვმადლობთ ღმერთს. თავარი არის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ამის აუცილებელი პირობა, რომ ეს სიმშვიდე შევინარჩუნოთ და გაღიზიანება, რისხანება გვქონდეს და ყველაზე მთავარი ქრისტიანისთვის. შემცოდე კი არ უნდა გძულდეს, არამედ ის, ვინც მას ამ ცოდვისაკენ უბიძგებს. ეშმაკი, რომელი არის ეშმაკი? თუ ამპარტავნებისა არის, თუ ვერცხლის მოყარეობისა არის, მონხოჭებობისა არის, თუ სიზვა ნაყროვანებისა არის, თუ უქონტროლებისა არის. რა თქმა უნდა, მოთმინებით ყველაფერი შესაძლებელია. რადგან უფალმა თქვა, ვინც სრულიად დაითმინოს, იგი ცხოვრობს. ჩვენს რა ვენდობით უფლის სიტყვას და დარიგებას, გწამს მოვითმენთ ცხონდებით და უფლის ახლოს სასუფეველში იქნებით. გილოცავთ მოციქულთა სწორის ნინო, ქართველთა განმანათლებლების ხსენებას. მისი ლოცვა შეეწიროს ჩვენ სერს და სწორი გზა კვლავაც გვიჩვენოს. ქრისტეს ღვთისმსიყვარულით და მოყვასის სიყვარულითა და მსახურებით. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.